მოკლედ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარია იუმორისტი, ვლოგერი, უпростоრად ვლოგერი იუმორისტი, ლიქ 13. შენიყავი ერთ-ერთი პირველი ვლოგერი, რომელიც საუბრობდი საკმაოდ თამამ თემებზე, ხო? ანუ ეს დავიწყე, როცა ვერავინ ბედავდა რა და ჩემთანაც პრობლემა შემექნა მაგის გამო, იმიტომ რომ ესე თავისუფლად თამამად მაშინ როცა ვიდეოს არავინ არ დებდა შენ უცებ კაცის ხმით ურეკავ ტიპს და ვეუბნები რომ გორჯო, ჩემი გოგო შენ დაორსულე ძმო და ის ვერ ხვდება რა ხდება და მთელი მამამ გაიტანა ეს ვიდეო და ორ დღეში 10,000 გამომწერზე ავედი. მე მომეწონა მეც რა და მივყევი და როცა ჩემი მამამ მითხრეს რომ ლიკა ყველა ვიდეო წაშალე ან დაკარგავ და ხალხის სიყვარული რო დავინახე და ხალი რომ მოდის და გეხუტება რომ ფსიქოლოგმა იუმორისტული ვიდეოები დამინიშნაო და შენ ვიდეოებს ველოდებოდიო ამათზე უარი ვერ თქვი და ბოლოს ჩემმაც მიიღეს. ანუ აი იცი რისი თქმა მინდა თავარია რას იწევ ადამიანში თავარია ზემოსული იყოს და მიხვდეს რას ამობ ამ ვიდეოთი სითამამე თავისუფლება მაგრამ მე ჩემი პრინციპები მაქვს ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს უფლება აქვს რამე გამიბედოს ქართულ მამაკაცებზე შენ გაქვს ძალიან საინტერესო სკეჩები, ხო, სახალისო. და აი ასეთი რა გააკეთეს ამ ქართულმა მამაკაცებმა, რომ შენ გაგაღიზიანეს და რაღაცა არ მოგეწონა. მე არ გამაღიზიანეს, ეხლა ნახე როგორი საკითხია რა. მამაკაცი და ქალი იწყებს ურთიერთობას. პირველი მაქსიმუმ 3 თვე არის იდეალურად ლიზბი შეეხმიანოს. მერე რა ხდება? ან ვიღაც მაკაცის ბებიის ყოფილი და ქალი დაიღუპა, ან ვიღაცას ბავშვი გაუჩნდა. ხო ხდები რა ზღვის რომ უცებ ბიცვლება ვიხდი ეიფორიაში აღარ არის, იმას უნდა სულ ემოციაში ყოფნა. ჩვენ ეხლა გუგოლს გვევასება ისეთ ტიპი, რომელიც სულ ემოციაშია. აი ყურადღება ისეს. მერე იწყება აკრძალვები, ესეთი სითამამე, ამას ვერ იტანს, იმას ვერ იტანს და თემა რა არის, იცი? ვერ ვიტან. ჩემზე არა, სხვას რომ ხედავ, აი ქალს რომ მართავს. და მე საჭმელი გააკეთე. რა საჭმელი გააკეთე? ხელი ფეხი რისთვის გაქვს? ანუ ურთიერთობა არის შერწყმა, ორი სხეული. ცხოვრობს ერთად, ძინავთ ერთად, წარმოიდგინე რამდენი ქიმია გადადის ერთმანეთს. ის ქალი გრძნობს და ამათ ესე რო აქვთ ეს გათავისებული რომ იდეას გააკეთე ქალი ხარ და უნდა ქნა აი მაგაზე ჭკუა მეკეთება მაგიტო რომ 31 წლის ასაკში დღემდე არ მინდა გათხოვება აი ეგრო დავინახო ანუ ლიკა, ახლა მე მაინტერესებს შენ თუ გქონია, ანუ პირადი ისეთი გამოცდილება, ანუ ქართულ მამაკაცთან, აი რომელთანაც ძალიან არ გესიამოვნა შენ ურთიერთობა. კი, რა თქმა უნდა. და აი რას აკეთებდა ეს მამაკაცი? ერთი შემთხვევა იყო, დაურეკე, როდის მოხვალ, უნდა გავსულიყავით რა და ეს 2 თვის მერე. როცა მოვალ და ინტონაცია არ მომეწონა. ოპა, ჩავედი, დაგვიანა. და ეგრევე მეთქი რამდენიმე კილოც. ეგრევე სახეში ხელი უცებ. ინტონაცია თუ არ მომეწონა, ადამიანი როგორ მომართავს. გამორიცხულია. რამე გაუტყარ. მეთქი შენ ხო არ უბერავ ისუბედავ ბიჭო. რას ქვია როცა მოვალ. იქიდან გამომდინარე რომ ეს ფლირტის თემა დამთავრდა და გონია გამინაღდეთ, ხო? ეგრევე დავაპაშოლე ხა იას. თუ გადაწყვეტე რომ ცოლი გყავდეს, უნდა გყავდეს მარტო ცოლი. ან შეყვარებული და იმით უნდა ისუნთქო, ანუ სხვა არაფერი არ არსებობს. ის შენ მოყვება ბოლომდე, თავარია ვისაარჩევ. ეხლა თუ ვიღაც ხბო არჩიე, მე მაგაზე არ ვსწავლობ. და ახლა დადგა დრო, რომ თქვათ შენი მთავარი სათქმელი. ანუ მესიჯი ჩვენი მაყურებლისთვის. უბრალოდ როგორ რაღაც არის, იცით, სტერეოტიპებს არ დაეყრდნოთ. ბევრია ახლა ვინც ვიდეოებს იღებს და ცდილობს პოპულარობას. არავის არ დაუჯეროთ. თქვენსაც მიაწვით. და გამოჩნდებიან ის ერთეული ადამიანები, ვინც მაინც თქვენს გვერდით იქნება. უბრალოდ უფლის გარდა არაფერია. მე ღმერთი რო არა ვერ დღეს შეიძლება არ მეწოცხლო. დავსერიოზულდით, მე მგონი და ძალიან კარგი იყო. ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულწრფელობისთვის. პრინციპში სხვანაირად არც მოველოდი შენგან და მოდი ერთი სურათი გადავიღოთ, ახლა ისე არ წავიდეთ. აბა მაღლები და ლამაზები გამოგვაჩინე. ნათია. აბა